დღე მშვიდობის და დილა მშვიდობის, როგორ ხართ? რა ფერ ხართ? მინდოდა შავ-თეთრი სურათი, კი არა და კადრი და აი შავ-თეთრ ვიდეოს გადავიღებ დღეს. ეს შავ-თეთრი ახტუნებს, კაი. შავ-თეთრი ახტუნებს და ვაკეთებ. აქ ყავს მე ფისუნია. აი ყურები უჯას. უბრალოდ ამას ესე ვერ ვაწვალებ ხოლმე, არ ვაწვალებ ხოლმე, იმიტომ რომ ანუ ესე არ ვიყვან, არ მოსრესავ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ქალბატონი, დედას ქალბატონი, რომელსაც ყავს 3 ულამაზესი შილი და ეხლა ჩემთან მოვიდა რომ მოვეფერო. ნახეთ რა ლამაზია. ეს არის ჩემი გოგო. ჩემი პრინცესა და ხაშავ-თეთრში უფრო ლამაზია. ბავშვებმა დაღალეს და ჩემთან მოვიდა რომ მოვეფერო. ჩემი ჭყრიალა გოგო. ჩემი საყვარელი უჩა. ჩემი როგორ არის? ჩემი უჩა ხარ, ჩემი ლამაზი. გუშინ 2 ვიდეოს შემდეგ ვეღარ დავდე ვიდეო, თუმცა ის ვიდეოები იყო ზედიზედ გადაღებული, უბრალოდ ცოტა დროის მონაცვლეობით დავდე რა. მოდი ის ჩამოწევ და წახარ? კარგად. წადიშულებთან. გარეთ ხარ წავიდეთ, გარეთ ქარივითაც არის. წამწვიდეთ. ვიყოთ აქ. ხო და მთელი დღის მანძილზე ვუსმენდი მუსიკებს და ვალაგებდი ისე და ყრიდი და მიმქონდა ნაგვის ბუნკერში და როგორ ვალაგებდი იცით? აი მაგალითად ჩამოვიდოდი კუხნაში, შემოვიდოდი და მაღლა ბუფეტში მაქვს ჭურჭელი ხოლმე, რომელსაც აი მაგალითად მაღლა რო ვარ თუცბა და გჭირდება ვიყენებ და მე რო გავრეცხავ ხოლმე, ხო აქალაკია ხო. ჩამოვედი, დამხვდა ვთქვათ რაღაცა გავაკეთე, მოვტრიალდი ეს ჭურჭელი დამხვდა ავიტანე. მე იქ რაც დამხვდა გასაკეთებელი ის გავაკეთე, მე სიტყვაზე რაღაცა იყო ნაგავის ჩამოსატანი ჩამოვიტანე. მე ანუ სადაც მივდიოდი და გავიხედავდი იმ ადგილს ვასუფთავებდი და ზოგადად ეგ არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რადგან მუსიკების ფონზე და არსად არ მეჩქარებოდა, ავდექი და ესე რომ იტყვიან ნება გავაკეთე ყველაფერი. და რომ მივტრიალდი და რომ მოვტრიალდი, აღმოჩნდა რომ ერთდროულად მქონდა ყველაფერი დამთავრებული. გამოწმენდა, გამოსუფთავება, გამოხეხვა ყველაფერი. ერთადერთი რაც არის, დამრჩა სარეცხის დაბინავება და დაუნთოვება და ეგეთი რამეები. მოდა ჭურჭელი მაქვს n რაოდენობის. მინდო რომ გახვალის. მატორი გათიშე რა. ეს მინდა. ალმინდა და დედა ბარბარე დალევს. მატორი გათიშე რომ ისა ირთვება გუშინ წუხელ გვიან წყალი დაგვიწყვიტეს. არ ვიცი როდის მოვა და იმედია მალე მოვა. აბა ერთი ბაკსაც შეხედე რამდენია წყალი. ხო. კაი სარეცხი მინდოდა დღეს კიდე, მაგრამ არ დავრეცხავ, გამოვიყენებ წყალს და რა ვიცი დასაბანად და სახმარად. იმიტომ რომ გუშინ 4ჯერ იმუშავა ჩემავარდო. მაგრად იმუშავა. და ხა ეგ სარეცხი დამჩა დასაბინავებელი. მოკლედ რომ მოვჭი და ანუ ყველაფრის დალაგებას მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი, კმაყოფილი და რავი, შვენივრად მე ის კი არა გვიან აი აქ გაზი ვაიმე Facebook-ზე ვიცი მყავხართ ნახავდით ალბათ. გავხეხე გაზი, ეს ბოლო დეტალი იყო კუხნის და მაგის აღსანიშნავად დასვენების ანუ პერერივი უნდა გამეკეთებინა და დავტკი ყავა. გახეხილ გაზზე და ყავა თავთან ვედექი და მომეჩი Facebook-ზე რა ხდება თქო შევედი და მომივიდა. არის ის სურათი თუ მაქვს დავდებ. ვაიმე. მე ყავა დავლიე მაინც. ეგ ისე მოწმინე და გაზის რა საშუალებითაც ამხეხავ გაზს. რაც ის არის. დაბლაც მოვასხი. უბრალოდ იმაში გავაკეთე. პატარა წყლის ამოსაღები მაქვს რა და იმაში ფეირი ჩავასხი, წყალი და ისა ეგ რაღაცა სითხე არ ვიცი რა ქვია, რაღაცა ნაირად აწერია თეთრი ის არის. და
აი მეთქი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნაბანავებელი ვიყავი, მეთქი მაინც ხოლმე კიდევ ვიყავ, იმიტომ რომ ისეთი ვიყავი ბუნგლიანი. აი სულუხრის ჩოქით მოვხეხე მავთულით. ეხა ისევ სიამოვნებს რო უყურებ. აი შეგრძნება. მე ავედი მაღლა და მეთქი დალაგების პროცესში ავეც გადავიტან, გადმოვიტანე, ხო ძალიან მიყვარს ეგ ამბები და გადმოვიტანე და აღმოაჩინე რომ ანუ როგორც იდგა ისე უფრო კარგი იყო და ისე დავალაგე ერთადერთი ორი კრესლო მედგა ერთ ადგილას და მერე ტახტი და ეხა ვიდგა კრესლო ტახტი ანუ შუაში ჩავსვი ტახტი და აქ კრესლოები ანუ ეგეთი ის გავაკეთე სხვადასხვა ვერ მოვაწყე და ვერ მოვახდინე ტელევიზორთან სიტუაცია ვერ გავაკეთე და ნუ კაი დავტოვე მასე გამოვიტანე რაღაცა ყვავილები გარეთ მოკლედ კარგად ვიმუშავე, ოღონდ აი სრულიად კმაყოფილი არც დაღლა მიგწნი არც არაფერი, წავედი და აწექდა და წინე. ბიბლიოთეკა არ ვიქნია, ოღონდ ერთადერთი ეგ დარჩა. და დღეს მინდა რომ ეგ გავაკეთო, თუმცა ჯერ სარეცხი. ეგ ჩემი ფისო მაღლა მიდის ბავშვებთან. ამოდიან უკვე კნუტები ხო მიდგმული მქონდა ისე რომ არ ამოსულიყვნენ, არ დაკარგულიყვნენ. ეხა ამოდიან, ამიტომ მოვაბრუნე ეს კარები ღიად გაუკეთე რომ გამოვიდნენ და ეხლა გამოდიან და შედიან იცით წაყვანილები არიან ისეთი რომ რა იყო. ხო და დღეს ამაქვს ბიბლიოთეკის დღე ერთი სიტყვით რა. ოღონდ მანამდე საერთოდ დავაბინავ, იმიტომ რომ ქარია და რავი ნასკებს დაარბინებს წინ და უკან ეს ქარი. ნასკებს რომ კიდევ ხოლმე მეზარება 2000 ნასკი დავუკიდე სათითაო შპილკა გავუკეთო ხო და არ გავუკეთე და დილას რო ვდექი ვიცოდი რომ გამოვიდოდი ნასკი გაფენილი იქნებოდა და არ დაყოთა სხვათა შორის ეტყობა კარგად დავკიდე. კარგად გადავკიდე. ხო და დღესაც ვაპირებ რომ მუსიკების ფონზე გავიდე ბოლოში, იმიტომ რომ ხვალიდან ვმუშაობ და ხო საჭმელი უნდა დავდგათ ან ჭანელობიოს ფიქრობ. იმიტომ რომ მაგ ჭანელობიო და თუ არ დავდგი გაფუჭდები. ბადრიჯანიც მაქვს ხო იმაზე მომწერეს გუშინდელ ვიდეოში რომ თქვი რომ ისა თქო არ მახსოვს მეგონი რომ თქვი რომ Facebook-ზე ვნახე პოსტი ინკუბატორთან დაკავშირებით აი მე რო ვიყიდე თემოდან და ამ გოგოს მივწერე რომ თქვი წყალი რა როგორ არა და ამ გოგო მომიხსნა წყალი ჩაასხიო ტემპერატურას და ტენიანობას თვითონ არეგულირებსო და დღეში ორჯერ ან სამჯერო კვერცხი ამოაბრუნე უბრალოდ თუ აი ქათამიროზის ხო ურევს ამ კვერცხს, აი ინდაური არ ურევს. ინდაური მაგალითად ინდაურს გადმოსვავე, ცოტა აურევენ კვერცხს და ისევ დასვენ, ინდაურს არა აქ ეგ მართლა ინდაურია. და ქათამი თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს და ამიტომ კვერცხი რო არ ჩაიხარშოს, უნდა შენ გადააბრუნო. გვერდები უცვალო. ხო და ეხლა ვფიქრობ მაგალითად სადღაც 9 სანამ წავალ სამსახურში რომ მანამდე გადავაბრუნო. მე დაახლოებით სადღაც 3 საათისთვის ვუთხრა ნინოს და ნინომ გადააბრუნოს 2-დან 3-მდე. და რომ მოვალ მე ან ხო ეგრე 7-ზე. მე ღამეც ხომ მოუწევს. მე მგონი ეგ ბევრია. მაშინ ხო რაღაცას ვიზავ რა. უბრალოდ მაინტერესებს გამოვა თუ არა. ზოგმა დაწერა ჩვენც ვიყიდეთ და ჩაიხარშე 5-დან 1 გამოვიდაოთ, მაგრამ უიო არ ვიცოდითო რომ უნდა კვერცხი გვებრუნებინაო. აი დღეს არის კვირა დღე, ძირითადად ყველა არის სახლში, ამიტომ სოფელში ძირითადად ყველა მხრიდან ისმის ბალახის საკრეჭის ხმა, დრუჟბის ხმა. მაგალითად ვიღაცა სახურავს რომ და შეღებოს ჯერ ხო იმასაცლის კასკას აი მაგის რას ეძახია რაღაც ეძახი მოაცლია რა ბარგალკის იმას რო უყენებ თავს რო უცვლიან ჩოტკივით და რო ასუფთავებენ აი მაგის ხმა მოკლედ გარეთ არის მუშა პროცესის ხმა და კაია მე მიყვარს ეგ ხმები ცალკე მანქანის ბღუილის ხმა ქათმების სასიამოვნო პროცესია ეგ ამბები.
ხვალიდან სამსახურში შევუდგებით და ვიმუშავებთ. ძირითადად ეს დღეები ხვალე არ ვიცი, ხვალე შეიძლება მანქანით წავიდე. მაგრამ ზეგ და მაზეგ ძირითადად მარშრუტკით. ესე იგი გავიდა 22-ია ხო დღეს? ნახე როგორ გავარტყი, არ დამჭირდა უინდეთ არა დღეად. გავიდა. 22-ია დღეს. გავიდა მოკლედ ის არა ქვია თვე რაღაცა 1 ივლისი და აგვისტო და დავიწყებთ ისევ სკოლაზე ფიქს 22 თუა წესით მეილზე უნდა მომსვლო და მესიჯი YouTube-ის თანხისთან დაკავშირებით მაგრამ დღეს კვირა მესიჯი მოვა მაგრამ ჩარიცხვით ხვალე უნდა ჩამერიცხოს წესით აბა სად არის მეილი არ არის მეილზე მოსული პასუხი მაგრამ მეილზეა მოსული ჭარბწონიანმა ადამიანებმა ეს უნდა ნახოთო აი რა თმინდა მე ხო ჭარბწონიანი არა ვარ ჯერ Google-ი ნახოთ Google-მა თუ ჩამოგამოგვიგზავნა არ არის არაფერი მოსული ანუ ჯერ უნდა მოვიდეს მეილზე წერილი რომ გამოიგზავნა თანხა და რადგან დღეს არის კვირა არ დაირიცხება, წაიცხება ხვალე და თურქეთის ვიდეოების თანხა უნდა დამერიცხოს ეხლა და საკმაოდ კარგი თანხა ისე რომ ტელეფონის ვალს ვიხდი დღეს კი არა ხვალე სავარაუდოდ დღეს ლაშა თქვა რომ დავიწყოთ ოთახის აზომვაო ვიწყებთ ჩვენი საძინებლის მოპირკეთებას დავიწყებთ უბრალოდ ძალიან მალე აი გამოქვაბული და რომ ვიღებ ხოლმე ვიდეოს აღარ გადავიღებ და გავალაღვიზებ ფერს რაც შეეხება შპალიერის ფერს არ მიფიქრია მაგაზე მინდა ღია ფერი მაგრამ თლად თეთრი არ მინდა ხოდა ეხლა უნდა დავიწყო მოგროვება თანხის გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ კიდევ სპალნა რო შემომეყიდა მაგისთვის დავიწყებ თანხის შეგროვებას და სავარაუდოდ რომ მორჩები მე უკვე ვიყიდი ეგრე არ აი მე ხო ის კარადები რომ აქ მე ვთხარი რომ ისორი უნდა გავაუქმოთ თქო აუცილებლად იმიტომ რომ მაინც ვერ ვიყენებ ეხლა ამ წამს მილადია რაღაცები მაგრამ კარები რო არა აქ აი ძალიან საშინელება არის ეს ამდენი ტანსაცმელი გადმოალაგე გადმოასუფთავე მტრისგან ისევ შეალაგე ფარდა რომ მიკიდია გეცოდინებათ რას ვამბობ ხო და არ მომწონს ეგ არა ისეთ სპალნას თუ ვიყიდი საძინებელს რომელიც წინაზე კინაღამ ვიყიდე კიდე კაი თავი შევიკავე მაშინ იმიტომ რომ განმადებით მთელი წელი უნდა მეხადა თან წინ იყო მთელი ექსკურსიები და წინ იყო კიდე თურქეთი და კიდე კაი აი ლაშას იმით მითხრა რომ მოდიო თავი შეიკავე და მე ისაქენია და მე ვიყიდოთო და კაი ვქედი რომ ანუ არ გამოვიტანე განმადებით რა თან კრედო ვკეთებდა განმადებას და კრისტალი მიმგონი და საკმაოდ მაღალი პროცენტი ჰქონდა ამიტომ ყოფილი ვარ რომ არ გამოვიტანე მაშინ და თუ მაშინდელი ვიცი ისეთი გარდირობი იქნება ყოველთვის აქვთ ხოლმე მანდ მეორადები მაგრამ მართლა მაგრები რკინის კარკასზე იყოს უგაკეთებული საწოლები ყველანაირ თურქეთისა რომელიც იყო და 2800-3000-მდე ჯდებოდა მაგრამ კაიო ხო და ისეთი ტევადი გარდირობი იყო ეგ გარდირობი მსგავს გარდირობს თუ ვიყიდ იმ მსგავს საძინებლის რა საერთოდ აღარ არის ეგენი საჭირო და თან ხო იცით მე გადაყრა როგორ ვიყავს დავტოვებ იმ მინიმალურ რაოდენობას რაც ამჭირდება აი ხა იყო შემთხვევები რაღაცა ტანსაცმელი მქონდა აი ბარბარემ ვარ ჩაიცვა სიტყვაზე ან რაღაცა არ მოწონდა შევინახე და ვინახავ იმიტომ რომ ნინოსის კექნება კარგად და ამდექი და გავაჩუქე ყველა ეგენი, იმიტომ რომ ნინო რომ მაგ პერიოდამდე მივა რაღაცა იქნება. იმიტომ რომ აი მართლა ძნელია რა, ინახო 5-6 წელი გამოიღე, მე კიდე იმას ხო ემატება ის ზამთრის ზაფხულისები რაც სჭირდებათ და ვერა. ამიტომ აი ეგეთ რაღაცებს ვიზამ. და შუაში იმის რა ქვია ის მაქვს
მზითვის კონციალა მაგასაც რაც ჩაეტევა რაც აუცილებელი ხა საბნებს რო არ გადავყრი ხო ვიცი და იმას რა ქვია ბალიშებს და ლეიბებს ახლა რაც ამაკ ისედაც ხმარო დანარჩენს ყველაფერს მოვაშორებ აი ყველაფერს არ მჯერა რომ ეკოთახი გაკეთდება იმიტომ რომ 18 წელია რაღაცა ზედმეტი მიდგას ოთახში შურთ საერთოდ რა ვხმარობ უბრალოდ შეიძლება გაიტარო მაგ და აი მაგას მოვაშორებ რა შეიძლება დამჭირდება თუნდაც ის ნალი და საბანი იქნება და მივალი მეტაპზე რო ვინჭირდება სადაც ყველაფერს აყიდულობ წახვალ და იყიდი რა იმ მატყლისასაც იყიდი იმიტომ რომ ააკეთებენ რაღაც წლობით ამზეურო შეაკერინი ახალი და მორჩა რა თორე რაც მომცეს აი დედაჩემმა ბაბომ და ბაბომ მომცა კიდე ორივე ბაბომ მაგასაც ვიყენებ მე რა მომავლისთვის ვამბობ თუ რაღაცა დამჭირდება რაღა ის ამზეურო და რაღაცა და ის სადი რა უბრალოდ აი შენ თავისი სადი რა მაგას დავიწყებთ არ ვიცი გარეთა ოთახს რამდენად შევძლებთ მე ვფიქრობ წელს გარეთა ოთახიც მოიცდის და მარტო დაგვრჩება ეს ხა და აი მაგ ოთახს რო გავაკეთეთ აი ადრე თქვენც მიწერდით ხოლმე რომ გარეთო გააკეთეო კუხნაო და აბანო და ეგეთი რაღაცეები ეგეთა მაშინ თავს ვიკავებთ იმიტომ რომ წყლები არ იყო და ანუ არ იყო რა ისე და ეხლა კეთდება 24 საათიანი წყალიას თუ ისე გვაქვს ხო და ალბათ სანამ მაგ ეტაპზე მივალ სრულად იქნება და კარგად იქნება უკვე და აი პლოშატკაზე აუცილებლად გავაკეთებ თავიტანთ კუხნასაც ყველაფერსაც რომ ზემოთქვამოდ არ ვირბინო ეგ უკვე ალბათ იმ მომენტისთვის იქნება გარეთა ოთახსაც რომ მორჩებით ეტაპობრივად ერთიანი ფული ყველა მიცით თუ არ არის ეგრე რო ეცე ვინც რამეს აკეთებთ აი თქვენც თუ ვინმე რამეს აკეთებთ აი თუნდაც რემონტი გაქვთ ერთიანად თუ არ გაქვთ რაღაცას იწყებთ ჩერდებით რაღაცას იწყებთ ჩერდებით არა უშავს უგაჩერებაც ეგეც კაია ხო და რაღაცაით ამჯერა რომ მაგ ეტაპამდე მივდივარ რომ რაღაცას აიტან დავანო ეუბნება იმას ლაშას რომ ეს ადგილიო საერთოდ მოხსენიო რა ანუ ოღობი გააკეთეო და რო დავფიქრდი რომ რამხელა ადგილი თავისუფლდება ეს რომ აი ხა სადაც ვარ ეგ ეს რომ მომგრია რამხელა ადგილი თავისუფლდება და აქ სუყავიდებს გავუშვებ ვარტებს მას გავაკეთებ პატარა აი მე რა სისულელებზე ვლაპარაკობ ჯერ მაგრამ აი წარმოდგენებში ხომ აქ ხოლმე გით რაღაცა ხო თქვენც ხო გაქვთ ძალიან მიყვარს თხილის ტოტებით დაწნული ფაცხები და ეგეთი რაღაცეები თუნდაც ყავის დასალევი მაგიდა რა ხო მაგაზე ერთ-ორი წლის მერე ვლაპარაკობთ აუ ამას წინათ დამჭირდა მოდი ახლა ვნახოთ YouTube-ის არხივი რომელ წელს შევქმენი უნდა ვნახო არხის ნახო სად ვნახო შემოუერთდა 28 ივნის 2019 წელს 6 წელია 6 წელი ხდება ანუ 6 დღეში 6 წელი გახდება პრინციპში კი ეგრეა იმიტომ რომ მე არხი რომ მქონდა მანამდე მქონდა არხი რომელიც რაღაცა ვიდეოს გამო დამიბლოკეს ნინოს ლექსი არა ანიმაცია გავაკეთე მუსიკაზე ჰოიდან ენევსი ბევრს გეცოდინებათ და მაგ მუსიკა ისეთი საავტორო უფლებები ქონია რომ მაშინ YouTube-ზე არ შევდიოდი არ ვნახულობ და არ იყო ჩემი ერთ-ერთი ცხოვრების რაღაცა მიმდინარეობა და იყო მოწერილი მეილზეც ყველაფერზეც რომ წაშალეთ მუსიკა თორე დაიბლოკებაო და ანუ მარტო ვიდეო კი არ დაბლოკეს არხის წაშლა დაიწყეს და მომიწია რომ ავდექი და სულ გავაუქმე ყველაფერი წავშალე და კიდე კაი ნინოს ლექსები არ იყო ჯერ წაშლილი გადმოვწერე რაც ისეთი რამე იყო და ახლიდან ავტვირთე და ახლიდან გავაკეთე და
აი მაშინ დავიწყე ვლოგების ნელ-ნელა ჩაწერაც კი. პირველი ვლოგი არ ვიცი რომელი იყო. ნეტა რომელი იყო. ნამდვილად ყველაზე ძველი, აბა ვნახოთ ყველაზე ძველი ვიდეოები რა არის. აი ყველაზე ძველი ვიდეოებს სულ მიგდებს 5 და 6 წლის წინანდელ ვიდეოებს მიგდებს სულ ნინოს ლექსებს. ანუ თქვენც რო შეხვიდეთ და ნახოთ ეს არხი თავიდან დავიწყე ამ ვიდეოების გამო. რომ ნინოს ვამონტაჟებდით ლექსებს და ამ ლექსებს იმაშვებოდით. დებდით. ხო და აი ვლოგები ნახე რამდენი ის არის. ვლოგები საერთოდ არ არის. ვლოგი როდის დაიდო, ნეტა არც ვიცი. და პირველი ვლოგი მაინტერესებს ჩემი. აქ მიდევ კიდე ნაყინს რო ვჭამთ, მე და ჩემი უფროსი ნინო. ანუ ნახე, ვლოგები არის დაახლოებით 4 წლის წინანდელი დადებული. აი ეს არის პირველი ვლოგი. ეცა გამოვტოვო რეკლამა. სალამი. როგორ ხარ? ხმაზე რა მჭირს? შენ მინდა ვიდეოს ჩაწერა მინდა. ვაიმე კამერას არ უყურებ? მაგრამ გადაცვლილი ვიყავ. ანუ ახლა ხო ეგრეთ წოდებულ თვალებში გიყურებთ, მაშინ უყურებოდი ესში. პერიოდში და ნახე რამდენი და შავი ღვინო დავიე ალბათ 5 არტის ჩეკა. და ვკითხი რომ ეს ბოლოს მომიყევს ხო და გამიზიანა ნაღოლა ის ბარბარეს დაბადების დღის მეორე დღე არის და უკვე ისა ცოტა ის ამქონა ღვინო დალეული შავი აი ესეთი და მიმასიკვდილა და ეხა ვზივარ და რას უყურებ არ გაინტერესებთ კრუხწიწილას სიტყვებიც არ მოგჭირდა წერილი მაგრამ დაახლოებით ვიცი რაც უკავა მე ჩაუწიო ის კან ვიდარ ნოვა მაშინ უკავა აი მე ბაღიდინო სოლოდენ ბაღიდარობო რაღაცა უნდა ჩა აკე მე მიყავს საყვარლები არიან თუ რა უყურებ რელაქსაციას ავითარ ერთი იხვია 1 2 იხვია 3 იხვია 2 4 6 8 წიცილა წელს ამ ყავს კრუხი არ და კრუხთან ესაეძღრები როცა ჩემი პირველი ვიდეო აი მე აი ეს არის კაი რომ ჩემთავს რო უყურებ იმ პერიოდში ესე ხილულად რო ნახულობ რა რომ ეს როგორც ისე მოგონება შეიძლება დამრჩენოდა მაგრამ ხო ვერ აღვქვავდი და წარმოიდგინეთ ეს არის 5 წელს წინანდელი 4 წელს წინანდელი ვიდეო 4 წუთიანი ვიდეო მეტია რა მე 24-იანია. რაღაცა ჭედავს. აქ ვლაპარაკობ ტერსასრუტის ჩართვაზე და ტერსასრუტი როგორი მქონდა, იცი, აი ნიკოლოზის დროინდელი. უსმინეთ ახლა. ტერსასრუტის ჩართვა მინდა და მეწადება. იცი რომელი აი მეორე თამოსხესენი დღეს მეორე თვაჭამო რომ ისევ ჩავსხოთ ისევ პატარები არიან და დაფამფარები როგორი მოკარტალებული ვარ ეხლა დღეს აუცილებლად დავდებ ვიდეოს ნეტა რომელი ვიდეოზე ვლაპარაკ აქ დამშვიდობ გამოიწერეთ ჩემი არხი და დაგემშვიდობებით მოიცა დამშვიდობება მაინტერესებს ამ პატარა ვიდეოთი, პაცია ვიდეოთი დაგემშვიდობებით. მაგრამ დღეს აუცილებლად დავდებ ვიდეოს. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ვიდეოებს. კარგად. აშკარად პირველი ვიდეო იყო.
ბაში პირველი ვიდეო იყო. გაიგეთ რა გითხრათ? გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ ვიდეო. კარგად. ეხლა მართლა წავედი. კარგად იყავით აბაჰე და აბაჰო. დავიწყოთ. გაიქე გამოიქე ვიდეოები, კი არა და ცხოვრება. გუში მქონდა ამით თმა შეკრული. საერთოდ არ მომძვრალ. აი რეზინით ხო აქ რო შევიკრო მე აქ ამაქხოლმე, მე აქ ამაქხოლმე, მომეღუნება ხო. ეხლა ნახეთ. ესე გუში მაქსიმუმ ორჯერ მაქვს თმა შეკრული. იმიტომ რომ აი საერთოდ არ მეგონა რომ ეს დამიჭერდა. ეს თუ არ ვწდები ლიანას ნაყიდია რომელიღაცას უყიდა ბავშვს. ლაშას დეიდის ისე კარგად დამიჭირა, ცოტა ჩამომეწია, მაგრამ არ დამშლია. ეხლა ნახეთ. აი ესე მქონდა. თავისუფლად არ მიჭერდა თავის კანზე. ხო შეიძლება ეხლა გახსნილი იყო და დაგეჯერებინათ რომ არ შეუშვია ხელი, მართლა არ შეუშვია. თუნდაც შევიკარი. მართლა. დაიცადე აქ და ეს უნდა ავჭიმო კარგად, რომ აი აქ არ იხვანცალოს. მოიჭე ეს გამომეშვირა, მაგრამ არა უშვა რა ჩამოვარს. წავედი ხა მოვალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით მართლა აბაჰე და აბაჰო. წავედი ჩავთად. ნაოშნიკებით. ისა მუსიკები და დავიწყოთ. თუმცა ჯერ აქ მაქვს ისა ჭურჭელი დასაბინავებელი. აბაჰე დროებით.